ეს გადაცემა მონატრების ფერებია, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ, საღამო მშვიდობისა საქართველოს დედაქალაქი თბილისიდან. დღეს ჩემი სტუმარი მინდა გაგაცნოთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს მე ვსტუმრობ ყველასათვის საყვარელ პოეტს, რომელიც საკუთარ ლექსებს თავად კითხულობს. ახლა კი დროა გაგაცნოთ დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი, ეს გახლავთ პოეტი ქალბატონი ნანა ცინცაძე. საღამო მშვიდობისა ქალბატონო ნანა, დიდი მადლობა რომ გაბონახეთ დრო და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. საღამო მშვიდობის ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ემიგრანტს, რომელსაც უყვარს პოეზია, რა თქმა უნდა უყვარს თავისი ქვეყანა და გარკვეულად ატარებს იმ ნოსტალგიას, რომელიც ჩვენ უნდა შევუსვოთ. მადლობა თქვენ რომ გაგიჩნდათ სურვილი მევყოფილიყავი თქვენი სტუმარი და მადლობა ყველას, ვისაც უყვართ ჩემი პოეზია და ვისაც უყვართ ჩემი პიროვნება. ჩვენ არაერთხელ ვართ ნამყოფი ამ გადაცემების ჩაწერის განმავლობაში უცხოეთში და ყველას უთქვამს ჩვენთვის, რომ ის ქალბატონი დაგთმე, რატომღაც მეც მიყვარს და ჩვენს ქართველ ემიგრანტებსაც ეს ლექსი უფრო ახლოდან გაგვაცანით. ახლა კი დროა დავბრუნდეთ წარსულში და თქვენ დაიბადეთ ბატონი გედევან ცინცაძის ოჯახში. მე დავიბადე ამ ქალაქში. არა მარტო მე, არამედ ჩემი მშობლებიც, დედას და მამაც არიან თბილისელები და ახლა მივხვდი გვიან, თუ რას ნიშნავს არ გქონდეს სოფელი. ძალიან რთული მშობიარობა ჰქონდა დედას. ნამდვილად კომსია დაემართა და ტოქსიკოზი მე-9 თვეში, როგორც თქვენ ამბობთ ერთ-ერთ ინტერვიუში და შემდგომ მოკლედ დაიბადეთ თქვენ. ონავარი ბავშვი ყოფილხარ და არ შეეგუეთ აკვას. ასე იყო. სხვათაშორის დღემდე მიკვირს ერთი ფაქტორი. რანაირად ხდებოდა ისე, რომ მე დღეების ბავშვი ხსნიდი არტახებს და ვეკიდე. ვერაფრით ვერ მოუძებნე ამ ფენომენს ახსნა, თუმცა ეს არის ფაქტი და ამიტომ მე აკვაში აღწოლილი ვარ, აქედან გამომდინარე. და როდესაც ლოგინში გაწვედნენ 11 თვის ასაკში უკვე ლაპარაკობდით. კარგად, როგორც ამბობენ. კარგად საუბრობთ. რაღაცები მახსოვს, იცი ვერ მოგატყუებ, რომ ხომ მთლიანად კარგად მახსოვს მეთქი მთელი ჩემი 11 თვიდან დაწყებული ცხოვრება, მაგრამ ძალიან ადრეული ასაკიდან მახსოვს ბევრი რამე და განსაკუთრებით მახსოვს მავნებლური მომენტები. როგორ ქაჩავდი თმებს თუ ურტყავდი მეზობლის ბავშვებს, როგორ პუტავდი ყვავილებს და არ ვიცი რატომღაც ისეთნაირად მოხდა, რომ ეს მომენტები ბევრად უფრო კარგად ჩაჭდა ჩემ ცნობიერებაში, ვიდრე დაუშვათ სხვა რამ. თუმცა მინდა გითხრა, რომ არ ვიცი, ალბათ დაბადებამდე მეხსიერებიდან მოდის ის, რომ ყოველთვის მახსოვს როგორ მიკითხავდნენ რაღაცას და როცა მე ვისწავლე უკვე კითხვა, მე თვითონ გავხდი წიგნის მოყვარულთა საზოგადოების წევრი. თქვენ ამბობთ, რომ ჩემს გადარჩენას მამას უნდა ვუმადლოდეო, რადგან 5 წლის ასაკში დაგემართათ ბოდკინი და აი ეს ფაქტი, როდესაც მიგიყვანეს საავადმყოფოში, იქ ერთ-ერთმა მთავარმა ექიმმა თქვა, მკვდარი, რატომ მოიყვანეთო? ერთმა. მამა იყო იურისტი და იყო ზეპატიოსანი ადამიანი, აი იშვიათად რომ არიან ასეთები. და მიმიყვანეს უკვე იმ მდგომარეობაში, სადაც ვიძრი მთლიანად გალეული იყო. და დილით იკითხა ძინა გოთუა, მისი სული გაანათლოს ღმერთმა ლევან გოთუას და ამის იყო მთავარი ექიმი, რატომ მიიღეთ მკვდარი. უთხრეს მას, რომ ეს მკვდარი გედევან ცინცაძიშვილიაო და არ ვიცი რა გააკეთა, მე ვერ გეტყვი მთლიანმა კოლექტივმა ამ კლინიკისამ, რომ ახლაც თქვენ გვერდით ვზივარ და გესაუბრებით. სკოლა დაამთავრებთ ოქროს მედალზე და შემდგომ წარმატებით. კლასიკური ხუთოსანი ვიყავი და თუ ღირს ავთებაზე ლაპარაკი, დღეს ისეთი საზოგადოება მოვიდა, რომ ხანდახან თითქოს შექსკობა კიდევაც შენი აი იმ სწავლის თუ იმ კარგად იმის, თუმცა მე პირდაპირ გეტყვი, რომ არასდროს მინანია, არც კარგად სწავლა, არც ის მინანია, რომ გადასარევთ ვიყავი კომკავშირელი, რატომღაც ყველა ამბობს, რომ მე არ შევედი კომკავშირში, მე რაღაც თითქოს გადაახდნენ იმ ეპოქას, რომელშიც ჩვენ ცხოვრობდით. ადამიანი ბადება თავისუფალი თვითონ. აი მონა იყო სპარტაკი და მსოფლიო მასზე თავისუფალი ადამიანი არ იცის. მე თავისუფალი ვარ ჩემი თავისუფლებით და არა წყობილებით. მე მაშინაც თავისუფალი ვიყავი, 3 წელი ვიყავი სკოლის კომკავშირის კომიტეტის მდივანი და გეტყვი, რომ ის წლები იყო ულამაზესი ჩემ ცხოვრებაში. იყო ასეთი კიდე შტაბი იყო, ინტერკლუბი პიონერთა სასახლეში.
და თავმჯდომარე იყო ჩემი უფროსი მეგობარი ირაკლი ბენაღარიშვილი და ეს იყო ისეთი თავყრილობა, ისეთი კარგი რაღაცები ხდებოდა, ისეთი საზეიმო შეხვედრები ეწყობოდა და სხვათა შორის დავდიოდით კიდევაც სხვადასხვა ქალაქში, დავდიოდით დასასვენებლადაც. ეს იყო ულამაზესი პერიოდი ჩემი ცხოვრების და რო გითხრა რომ არაიმეთი ვიყავი შეზღუდული, არაიმეთი ვიყავი შეკრული, ან დაუშვათ ვიღაცა რაიმეს მავალდებულებდა და ზეწოლა იყო მეთქი, არ იყო ასე. უბრალოდ კომკავშირში არ ვიღებდით იმას, ვინც არ იმსახურებდა. ასე რომ ეთყობა ყველა ეს ადამიანი, ვინც ამოსვლა არ ყოფილა კომკავშირში, ალბათ ასევე სკოლა დაამთავრეთ ოქროს მედალზე, შემდგომ წარმატებით ჩაირიცხეთ სამედიცინო ინსტიტუტში. ფაკულტეტზე, იქაც კლასიკური ხუთოსანი გახლდით და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იმ წლებს არჩეულიეთ ყველა. თქვენ აღნიშნავთ, რომ ძალიან გიყვარდათ კითხვა. კითხვა მიყვარდა ძალიან, არსემარადელი 3 წელი სამვიცოდე მინდით და ეს ფაქტი რომ გაიხსენოთ ქალბატონო ნანა, პატრიარქის ძღოლი რომ მოდის ეზოში შოკოლადის ფილებით. ადამიანი არ იცვლება ბუნებით, რაც არის ის არის, არ ხდება ჩვენი ცვლა, ჩვენ ვიზრდებით. ან უკეთესები ვხდებით, ან უარესები, მაგრამ საკუთარი თავიდან ვერავინ ვერსად ვერ მიდის. მოკლედ 3 წლის ბავშვი ხონდა ზუსტად ის თვისებები, რაც ახლაც მაქვს. დავიწყე მოკლედ ლექსის წაკითხვა, ხელში მიჭირავს 2 ფილა შოკოლადის და სადღაც შემეშალა, არ შევიმჩნი, გავაგრძელე, დავამთავრე ბოლომდე და როგორც კი მორჩი თქმას პირდაპირ მივაწოდე ეს 2 ფილა, სიტყვებით მე დღეს ეს არ დამიმსახურებია და გავიქეცი სახში, რა თქმა უნდა გაუმეკი და რა თქმა უნდა მომცა, მაგრამ აი სიტყვები მე ეს არ დამიმსახურებია დღესაც გასდევს მთელ ჩემ ცხოვრებას. მე მინდა ყველაფერი ის, რაც მეკუთვნის, რაც გამის. ქალბატონო ნანა, როდის იღებთ კალამს ხელში და თქვენს ფიქრებს, თქვენს ყველაფერს გადმოიტან თეთრ ფურცელზე. კალამს როდის ვიღებ ხელში, ვერ გეტყვი. და თქვენი პირველი ლექსი თუ გახსოვთ? ვერც დროს გეტყვი, ვერც იმას გეტყვი თუ სად ხდება ეს ხდება ქუჩაში, სახლში, მარშრუტკაში, ავტობუსში, მანქანაში, ნუ ნებისმიერ ადგილას. სადაც გაქვს სურვილი დაწერო და არასდროს არ იცი რას წერ, რა უნდა მიიღო იმითი. სხვანაირად არის საქმე, როდესაც სასიმღერო ლექსები იწერება, იქ უკვე ვიცი რა უნდა გავაკეთო, იქ ვემზადები ამისთვის, ვისმენ მუსიკას და ძირითადად სახლში ხდება უმეტეს შემთხვევაში. ასე რომ თვითონ პოეზიას ისევე როგორც არ აქვს საზღვრები არანაირად, ასევე არ აქვს მის დაწერას. პირველი ლექსი თუ გახსოვთ, რომელი დაწერეთ? პირველი ლექსი ვიყავი ასე ალბათ 11-12 წლის, დავწერე საქართველოსზე. ჩემი ოჯახი ძალიან პატრიოტული ოჯახი იყო, ძალიან მოყვარული თავისი ქვეყნის და დიდება უფალს რომ ეს ჩვენზეც გადმოვიდა, შვილებზეც და იმაში მივუძღვენი ეს ლექსი საქართველოს. შეგიძლიათ რომ წავიკითხოთ? მახსოვს, როცა საქართველოს აოხრებდა მტერი ურჩი, ჩემს ქალაქში, ჩემს თბილისში ბატონობდა უნდა თურქი, როცა ქართულს აწამებდნენ, ბრძანეს რწმენა შეეცვალა, შანთი დასწვეს, მაგრამ მაინც მარწმენა არ შეიცვალა და ასე ვაგრძელებ და მოდივარ დღევანდელ დღემდე, როდესაც ქართული არ იციან ქართული ოჯახის შვილებმა. იმიტომ ეს ჩემს სახლში იყო ეს თემა, განიხილებოდა თორე ხა მე საიდან მექნებოდა, ახლა 11 თუ 12 სასახლში ჩამოყალიბებული ის აზრი, რომ ქართულმა ბავშვმა უნდა იცოდეს ქართული, იმიტომ მე გავიზარდე ქართულ ოჯახში, ხო? რატო ბავშვს შემავშვილმა მშობლიური შეიყვაროს, თვისი ენა შეითვისოს და თვისი ენა შეისწავლოს, ენა რასაც ამეტყველდა შოთას ვეფხის ტყაოსანი და ასე შემდეგ. ასე რომ ეს იყო ჩემი პირველი ლექსი, რომელიც მიეძღვნა ჩემს ქვეყანას. ქალბატონო ნანა, ჩვენი გადაცემა ეთმობა ქართველ ემიგრანტებს. რას ეტყოდით თქვენ მათ და როგორც ვიცით, თქვენ არაერთხელ ხართ ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრილი. მათთვის გაგიკეთებიათ შემოქმედებითი საღამოები. აი ამასთან დაკავშირებით რომ გვესაუბროთ, თქვენი პირველი შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან უცხოეთის ცის ქვეშ. ბატონო, პირველი რაც მინდა ვთქვა, რომ ადამიანი როდესაც თავის სამშობლოს ტოვებს და მიდის, ეს გარდა იმ სურვილისა, რომ იქ აუცილებლად უნდა უშველოს თავის ოჯახს, თავის ახლობლებს, არის უზარმაზარი ტკივილი. ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია, რომ ეს არის ძალიან დიდ ტკივილთან, დიდ სტრესთან დაკავშირებული. მიდიხარ ადამიანებთან, რომლებსაც ყველაფერი აქვთ უნატრებული. უნატრებული აქვთ უბრალოდ თბილისის თუ საქართველოს ცა.
მონატრებული აქვს თავისი მდინარე თუ ღელე და ნებისმიერი რამ და შენ იქ მიდიხარ, იმიტომ რომ ტკივილი კი არ გაუახლო ან გაუძლიერო, იმიტომ რომ მოეფერო. უთხრა რომ ცხოვრება ძალიან ლამაზია, სადაც არ უნდა იყო, რომ ამ ქვეყნად სიცოცხლეზე კარგი არაფერი არ არის და უთხრა ის რომ შენის ძალიან გიყვარს. აი ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი. ჩემი პირველი შეხვედრა იყო ემიგრანტებთან მოსკოვში, როდესაც რამდენიმე წლის წინ მე პლანეტა KVN-ის 2000 კაციან დარბაზში მომიწია გამოსვლა როგორც ქართულ ასევე რუსულ ენებზე და ყველაზე მთავარი ამ ჩემი შეხვედრიდან იყო ის, რომ როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდა, მოვიდნენ საკმაოდ ისეთი სოლიდური ადამიანები და მითხრეს, რომ პოლიტიკაში რომ ყოფილიყავით, თქვენ შეიძლება სხვანაირად წასულიყოთ ქართულ-რუსული ურთიერთობებიო. 21 საუკუნეში მე მაინც სიყვარულზე მინდა იყოს აგებული ყველაფერი. შეუნდა ვეცადოთ, რომ ადამიანებს შორის იყოს კარგი დამოკიდებულება. ჩვენ შევეცადოთ, რომ სამყარო უკეთესობისკენ შევცვალოთ და არა უარესობისკენ. აი ეს იქნება ყველაზე კარგი რამ, თორე ხომ ხედავთ რა ხდება. თქვენ გახლდით იტალიაში, ჩვენს ქართველ ემიგრანტებთან. იტალიური ვოიაჟის შესახებ რომ მოგვიყვეთ და ემიგრანტები რომელ ლექს გთხოვენ რომ წაიკითხოთ თქვენი შემოქმედებიდან? ნუ მინდა გითხრა რომ ხა მართლა ყველასთვის ძალიან საყვარელი ლექსია, იქ ორი ლექსი მაგ გადამული, დაგთმე და დაგიბრუნდები. სულ სპონტანურად მოხდა ამის წაკითხვა გიასთან, მე საერთოდ როდესაც ვარ მიწვეული, არასოდეს არ ვიცი რას წავიკითხავ და არასოდეს არ ვკითხულობ ერთნაირად. და მე იმდენად ემოციური იყო ეს აქვს დასათმობიცი, ჩვენ ძალიან ბევრ ამას თმობთ ცხოვრებაში, თმობთ ბავშვობას, თმობთ შემდგომ ახალგაზრდობას, თმობთ რაღაცა ადამიანებს, რომლებიც ძალიან გვიყვარდა და უბრალოდ ისინი აღარ არიან, სხვას რო ყველაფერს თავი დაანებო და სწორედ აი ეს დაგთმე ალბათ ყველას თავისი დაგთმი აქვს. ყველას თავისი რაღაც გარკვეული პერიოდის თუ გარკვეული წლების დასასრული აქვს, რომელსაც ვერაზროს ვეღარ დაებრუნებ ვერაფრით. აი შეხვედრა სწორედ ჩემი პირველი იტალიელებთან იყო აგებული აი ამ სიყვარულზე, ამ დამოკიდებულებაზე და არ დამავიწყდება ერთ-ერთმა გოგონამ, ძალიან კარგმა გოგომ დაგპატიჟა მე და თორნიკე იქ ძალიან ლამაზი ზღვის ნაპირი იყო და თვითონ მუშაობდა კაფეში და გაგვიმასპინდა არაჩვეულებრივად ჯელუდი მოგვიტანა მე რაღაცები და მოვიდა და თვალშემლიანი გვეუბნება. იმდენად მოეწონეთ ჩემს უფროს რომ მე არაფერი არ გამომართვა თქვენ დაპატიჟებაში და კიდე შევიძლიაო რომ მოგეწვიოთო. ეს ალბათ უკვე ძალიან დიდი სიყვარულია, იმიტომ რომ იცი ვიღაცას რომელმაც არ ჩენი ენა იცის, არაფერი არ იცის, შენ მიდიხარ იქ და შენი რაღაცა დამოკიდებულებით, შენი მზერით, შენი დამოკიდებულებით სწორედ იმ ქართველებთან, ვისაც ხვდები, დაანახო ის, რომ მას გაუჩნდეს სურვილი, რომ შენ დაგპატიჟოს, ეს უკვე ბედნიერებაა. სხვათა შორის მაქვს კიდევაც მისი ნაჩუქა რაღაცა პატარა სურათი პონზის მერმა ნაჩუქა, იქაც ჰქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა და ნუ რა ვიცი, ასე შემდეგ, იცი, მე ჩემი ქართველები აქ მინდა, ჩემ ქვეყანაში მინდა, ჩემ საქართველოში მინდა და მინდა რომ ჩემი სამშობლო ისეთნაირად იყოს მოწყობილი, ასე რომ ვთქვა, ესეთნაირად ცხოვრობდეს 21 საუკუნის უკვე 30-იან წლებში, რომ მხოლოდ სამოგზაუროდ მივდიოდეთ სხვაგან და დანარჩენი რა სურვილებიც გვაქვს ჩვენთვის, ჩვენი ოჯახისთვის, ჩვენი ახლობლებისთვის, შეგვეძლოს რომ აქვე ავისრულოთ. რას ეტყვით ქალბატონო ნანა ჩვენს ქართველ ემიგრანტებს, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრი ყავს ჩვენს სამშობლოს მიმოფანტული მსოფლიოს მასშტაბით? მე იმაზე მეც რომ სიყვარულზე დიდი ამ ქვეყნად. მხოლოდ სიყვარული შეიძლება იყოს და სხვა არაფერი. რომ მონატრება მარტო იქიდან არ არის. წეგან აღნიშნე და ესე ვეტყვი, რომ ჩვენ იმდენი რამე გვენატრება, რაც აღარ გამეორდება, რომ საოცრებაა ეს. ვეტყვი იმას, რომ იქ კიდევ უფრო მეტად გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. იქ კიდევ უფრო მეტად იგრძნონ ის, თუ რას ცნება სამშობლო, რას ნიშნავს ერთმანეთის სიყვარული, რას ნიშნავს ქართველისთვის თანადგომა, თორე თუ ისე შევხედავთ, როგორც დიდი მწერალი ამბობს, თუ ჩვენში ნიჭიერი კაცი გამოერია, ისე გავთელათ, როგორც დიდოელი ლეკი ნაბაცო, მაშინ საქართველოს არასოდეს არ ეშველება. ჩვენი მისწრაფება, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი შვილიშვილები ამ მიწაზე ისე ცხოვრობდნენ, რომ მათ ბედნიერების გარდა არაფერი აკლდეთ. მე ვეტყოდი იმას, რომ გვიყვარხართ,
არასოდეს არ გავიწყდებით და მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ განმეორდები, უბრალოდ მილიონჯერ შემიძლია გავიმეორო ის მიყვარხართ და თქვენი სიყვარული ძალიან ბევრს აკეთებს ჩემთვის. როგორი ფერი აქვს მონატრებას? მონატრებას ყველაფერი აქვს, გააჩნია როგორ გენატრება. თუ გენატრება ადამიანი, რომელიც აღარ არის, ის გარკვეულწილად რუხფერებშია, მაგრამ თუ ის ადამიანი აღარ არის, მაგრამ თვითონ იყო ძალიან ფერადი, შეიძლება იმ მონატრებას ცისარტყელას ფერები ქონდეს. იმ ადამიანის მონატრებას, რომელიც იცი რომ მალე შეხვდება, ყველაზე ხასხასა ფერები აქვს და საერთოდ ყველაფერს ფარავს მზის ოქროს ფერი, იმიტომ რომ მზე ყველაფერია და ყველაფერს იტევს ამ ქვეყნად. ქალბატონ ნანა, ახლა თუ გაქვს საშუალება, რომ ჩვენს ტელემაყურებელს, ჩვენს ქართველ ემიგრანტებს წაუკითხოთ თქვენი ლექსი. სიამოვნებით. დაგთმე იმ ემოციით, აი პირველად რო ნახე, იმდენად ემოციური იყო, იმდენად შთამბეჭდავი, რომ ერთი მოსმენითვე რომ გამახსოვრდება. დაგთმე. იმიტომ რომ ვიცი მიყვარხარ. დაგთმე. იმიტომ რომ ვიცი გიყვარვარ. დაგთმე. იმიტომ რომ გაგდე ყოველთვის. და სადაც წახვალ, ჩემი ჩრდილი დაგდებდეს უკან. დაგთმე. იმიტომ რომ ჩემს ოთახს ავსებ და როცა ძილი თავისთან მიწევ შენ მირაში ჩამოვჯდარი თავსასთუმალთან მიკოცნი თითებს დაგთმე. იმიტომ რომ ასე ძალიან ერთმანეთს გავართ. ის კი არა და ეგ თეთრი კანი, წითური თმები, დატვინის წყობა ერთმანეთისგან ასე შორს ყოფნი. და მაინც ნდობა. ყველა მზერაში სიმართლე და კოცნის წყურვილი გზები ცალცალკე ერთმანეთით გადაბურვილი დაგთმე. შენთვის რომ ყველა წამი მონატრების წამად მეკცია რომ ცრემლი სისხლად გარდაქმნილი აქ დაგექცია რომ შენს ფიქრებში ძარიყო სხვასთან რომ ჩემთან ყოფნის ყველა წამი ჩაგჩეს კადრებად და სულ ფიქრობდე სხვა არავინ შემიყვარდება. დავთმე. ჩემი უუფლებო სიყვარულით, ხო, მაპატიო უცნაური ჩემი სიგიჟე, ხო, ამ წერილის ადრესატი არის ცოდვები. დღეს ნაცრად ვაქცევ ნიღბებივით აკლდ იმიჯებს, ფიქრებში მაინც, შენს სუნთქვასთან გადმოვცოცდები მერე სიზმრებში, ერთად ვნახავთ შავთეთრ სამყაროს და დავიწყებით 1000-ად ისევ თავიდან, ღამეს მოუნდა წლების მტვერი შემომაყაროს და საჭორაოდ უკარება მზესთან წავიდა აქ დაჭუჭული ნაწერების ქაოსი მეფობს, ზოგი დავხიე, ზოგი ალბათ მაინც გადარჩა, მეგონა ღამეს არავისთვის გავტეხდი ერთ დროს ჰიმძელვენებში ერთი წვეთი სისხლიც არ დარჩა რა სიმნელია, სანთელს ვანთებ აუ ვინახარ, შენი პორტრეტი ავაკარი დაორთქლილ სარკეს, უცებ მომიდა წავაწერო კედელს მიყვარხარ. შალმოხვეული უჯრა დავეძებ მარკერს. იქნება გესმის, მე რომ წერ და გეძახი ჩემო, რამ დაგაძინა თუ ეს ღამეც არის თვალღია, კარზე კაკუნი, ფეხში შველი გარბივარ შემო, ჩვენი დამტევი გალაქტიკის მთელი თაღია. შენ შემოდიხარ. არ გელოდი, ოდნავ ბრუნდები, ძირსმოფენილი ნაწერებიც ვეღარ დავხიე, ბოლოს ტრიქონსაც მივაწერ და დაგიბრუნდები, მეზბოდვები, სუროსავით შემოგახვიე. Bravo, ქალბატონო ნანა. მადლობთ. 20 წლის ასაკში გეწვიათ სიყვარული. როგორც ამას ამბობთ, რას ლაპარაკობ, ვინ გითხრა? საბავშვო ბაღში ვიყავი, სიყვარული რომ ეწვია. ვიყავი. მაგრამ 20 წლის ასაკში გათხოვდით. ეგ სხვა თემაა, კაცო. და რა მომწონდა არ იცი. სახელი და გვარიც კი მახსოვს. გია ჯავახიშვილი დიდი იყო და არაჩვევად მოპრიალებული პარკეტი იყო და მას რეალებდა. ნუ ხა რა უნდა ყოფილიყო ამაზე კარგი წარმოიდგინე. თუმცა თქვენ გახდით ბატონ რამაზ ნინოას მეუღლე. გახდი რამაზ ნინოას მეუღლე. აი ეს ისტორია რომ მოგვიყვეთ, როგორი მეუღლე იყო ქალბატონი ნანა და შემდგომ შეგეძინათ შვილი. დიახ, ჩვენ პატარები ვიყავით ძალიან, ის კიდე ჩემზე წელი და 5 თვით პატარა იყო. 19 წლის დაახლოებით. ხო და ნუ ძალიან კარგი იყო ფიზიკურად და მე მიჩვეული ვიყავი რომ ყველა მე უნდა გამომკიდებოდა და ასე შემდეგ და იმან ეგეთი რამები არ გააკეთა. ნუ კი გზნობდი რომ ქონდა დამოკიდებულებაში ჩემთან რაღაცები, მაგრამ აი რო გითხრა რომ თქვათ სხვებივით შეეძლო რომ საათები ჩემის სახლის ფანჯრების ქვეშ გაეტარებინა, თუმცა მე ესეც იყო, ასეთი რამ არ ყოფილა. სიყვარული არის, რა თქმა უნდა, თავისთავად, მაგრამ ძალიან ბევრი რამე არის ბედის წერაზე დამოკიდებული, შეიძლება თქვათ ეს რო გაგრძელებული იყო კიდევ დიდხანს ჩვენი ურთიერთობა, საერთოდ სხვანაირად წასულიყო ჩვენი ცხოვრება, მაგრამ ნუ რაც ხდება ალბათ მაინც ყველაფერი როგორც არის რეალურად, ეს არის უფლისნება. მოხდა ეს უფლისნება. მისთვის თუ გაქვთ ქალბატონო ნანა ლექსი შექმნილი, დაგიწერიათ. იცი რა, რაღაც არ მახსენდება.
სიყვარულზე ლექსი? სიყვარულზე უამრავ ლექსი მაქვს დაწერილი, სულ მეკითხებიან ვიყავით თუ არა სულ შეყვარებული და მე ვიხსენებ ვიყავით თუ არა საერთოდ შეყვარებული. ერთხელ ერთ-ერთ გადაცემაში მკითხეს ასეთი რამ რომანტიული ხარ თუ და მე ვთხარი არა პრაგმატული ვარ. კი არა ვარ საერთოდ რომანტიული თქო. თან ქალწული ვარ, ქალწული ყველაზე პრაგმატული მიწის ნიშანია, მერკური და ასე შემდეგ და არა პრაგმატული ვარ. აბა რა გაწერინებ თუ ამ ლექსებს? ძალიან უნდა მეთქვა რომ რაღაც მომენტში მაქვს ეს რომანტიკა და რა, ნუ არა მე ვთხარი არ არის იგი ჩემი. ერთ-ერთი ლექსი რომ წაგიკითხოთ თქვენი შემოქმედებიდან სიყვარულზე. კი ბატონო, ხო და ეს რაც ახლა მინდა წაგიკითხო, ერთ-ერთი ძალიან კარგი პოეტის საღამოზე ვიყავი და რო დავრუდი, უკან ვიხდი რომ სხვადასხვა ძალიან კარგი ლექსები აქვს სიყვარულზე. რაღაცა მაკლდა. აი ამ ყველაფრიდან. და მაშინ დავწერე ეს ლექსი, აი წამის ემოცია თქო რო გითხარი. ახლა ღამეა და ფიქრებთან ვზავდები. ახლა ყველაფერი წარსულით მithვება. ახლა უსყულთან ვარ. უეცრად ვკავდები და შენში ჩავრჩები არეულ რითმებად გესმის, მარტოობა კვლავ ჩვენზე ჭორაობს, ჰაერი ვსება ურითმო სუნთქვებით. ლოგინზე შესნაცვლად ბალიში გორაობს და აქცინის, გონი ვართ მარტივად გულქვები, მირაში ხელის გულს შენს თითებს ვატოლებ, შავთეთრად მიღიმის წაშლილი აჭრილი შენ ნაფას ურტყამ და პაპიროს აბოლებ, მე ვნებით მევსება თვალები აჭრილი, შენში შემოვდივარ, მინდა მოვიპარო წლებით გატეხილი დაღლილი გონება, სულის ტრამალები ისე მოვიაროთ, არ დავჩეთ გრძნობების გაყიდულ მონება და მაინც რაღაცა შენამდე არ მიშვებს. ნუ თუ გვიანია დაგიწყო თავიდან და თუ კი სხეული სხვასთანაც აიშვებს, შენთან ვუღალატებ პირველი ღამი და რადგანაც არ მინდა სხვა გული, სხვა სახე, სხვა კაცის პერანგზე შეხსნილი ღილები, როცა დავიბადე მე ჩემში ჩაგსახე, მაშინ არ ვიყავი დიდურად ფრთხილები, მაშინ ჩაგიფიქრი ამ სახლის კედლებად, კარადად, მაგიდად, ლარნაკად ვარდისთვის, ძილში გაღვიძებად, ჩემს ნამდვილ ხელებად. როგორ გაგიმეტო უდარტო დარდისთვის აერი სავსეა, სევდი და ღიმილით, რომელიც ამ თმაში, სხეულში იღვრება, მეყო განშორება უსიტყვო კივილით, თუმ ჩემში სახლობდი, დაკეცილ რითმებად ისევ ღამეა და არ ვტოვებს დარდები, ფიქრი ამღვრეული, უსიტყვოდ მიწყრება, ისევ უსყულთან ვარ, უეცრად ვკავდები, ბატყობ, ყველაფერი თავიდან იწყება. ბრავო, ქალბატონო ნანა. მართლაც აი სულში ჩამწდომი სიტყვებია, ის განსაკუთრებით მომეწონა ეს ფრაზა, თუ განმეორდები, თუ მოკლედ ანუ სხვასთან გაიწევს გულიო, შენთან ვუღალატებო. აი მართლა ასეთი სიყვარულის მჯერამე და ყველას გისურვებთ, რომ გიყვარდეთ ზუსტად აი ასე როგორც სიყვარულს არ აქვს საზღვრები. ნამდვილად გეთანხმებით. არის და არსებობს ჩვენში. როდესაც თქვენთან გადაცემის ჩაწერა დავგეგმეთ, გადავხედე სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებს თუ რა გაქვთ მოყოლილი სხვისთვის და იქ ერთ-ერთმა თქვენმა სიტყვებმა მიქცია ყურადღება. როდესაც თქვენი ქალიშვილი გათხოვდა, თქვენ ხტებოდით მტკვარში და გადაგარჩინა თქვენმა სიძემ. ის ხმარმა კი. რატომ ქალბატონო ნანა? საქართველოს თურმე რა გადაურჩინეო ამას. იცი რა, ჯეთი ძალიან პატარა იყო. ძალიან მოულოდნელი იყო და სხვა ორიენტირი მქონდა, თქვათ იგივე სწავლა. თუმცა მე ორჯერ დაამთავრა უნივერსიტეტი, მაგრამ ნუ ფაქტი არის, რომ ნუ მაშინ სკოლაში სწავლობდა რაღაცა და უკვე სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ არ გინდოდეს. როდესაც ასაკობრივად ასეთი პატარაა და ნუ მე როგორ ცხოვრება ისე ეწყობა წეღანაც გითხარი როგორც უნდა ეწყოს. ნამდვილად. ქალბატონო ნანა, არ გიფიქრიათ ოდესმე რომ ემიგრაციაში წასულიყავით? არა. არ შემიძლია. იცი რა, ნებისმიერ რამეს აქ თქვა ვიმუშავება თუ გავაკეთებ თუ რაღაცა, აი რამდენჯერაც მოგზაურობის გიჟი ვარ. აი გიჟდები მოგზაურობაზე. მთელი თვით შემიძლია წავიდე და რაღაცა. მაგრამ ის რომ მე აქ არ დავრუნდა თუ ესე ვიტყვი რა ბავშვურად დავასწრო აქ აი აქ სწორედ ჩემი მასში არ შემიძლია და რო ვიცი რომ ეს არ შემიძლია და და მეორე მთავარი ფაქტორი არანორმალურად მშიშარა ვარ. თებს გადავატრიალებ პრაქტიკულად არ ვიცი დაღვა და ერთ დღეში შემიძლია აი თავიდან მომდე დავალაგო, გავაკეთო. ყოფილა რომ 50 კაცი უფრო გამიკეთებია მარტოს ერთხელ დამავიწყდა რომ ჩემი ძმის მეგობრის ქორწილი იყო გამახსენდა ღამე 12 საათზე და მეორე დღის ესე იგი 6 საათზე მე ვეღარ წავედი უბრალოდ 200 ცალი ცალობითი ნამცხვარი მქონდა უკვე გაკეთებული. ოღონდ არ რამე არ შემაწუხოს. აი ტკივა და უკვე საკმარისია ჩემი შიშისთვის. და ეს იმდენად ძლიერი ფაქტორია, აი ყველაფერი შეიძლება, აი მართლა შეიძლება თქვა რომ კი მონატრება გაქვს დაძლევა ამას და
ამას ვერა. აი იმ შიშის დროს აქ უნდა ვიყო. უნდა იყო სამშობლოში. სამშობლოს გარდა ხო ექიმი ვარ და ყველა ჩემი მეგობარი ექიმია და მე მეგობრები მყავს ჩემს სფეროში, ჩემს პროფესიულ სფეროში, უფრო მეტი ვიდრე ახლა ლიტერატურაში ნაკლებად. ხო და აქედან გამომდინარე, აი ეს ფაქტორიც ეხლა დამემართა ცხოვრებაში არ მქონია, აი რაღაც ღორის გრიპი რო იყო და თვითონ გამაწვალა რა თურმე ეს აბრუნებს და მე სამჯერ შეიმბრუნა და მესამეჯერ ფილტვების ანთებათო 7 პულმონოლოგთან დავრეკე. როგორ უთავსებთ ქალბატონო ნანა მედიცინას, სამსახურს და პოეზიას ერთმანეთს? აბსოლუტურად არ უშლის ხელს, იცი, ეს მე მგონი საუკუნეში იყო კი. როცა მომიდა დამეწერა ხოდაშორის სათაური იყო ზუსტად ადამიანთა სევდა. მე დაიბეჭდა გენიალური გოდერძი ჩოხელის წიგნი ამ სათაურით ზუსტად. ყველა პაციენტი, თითოეული ძალიან დიდი მოთხრობაა. ან ზოგი შეიძლება პატარა ნოველა იყოს. კითხა პირველ დეპრესია როდის მივიღე? ვარ სტუდენტი, ვამთავრებ უკვე აი შეგვიშვეს პალატებში, ყავს პაციენტები და ეხლა იმ ხალის სახელი მახსოვს, მაგრამ უბრალოდ არ ვიტყვის. სად მუშაობდა ისიც მახსოვს. ნუ ჩემს ერთი ალბათ არის უფროსი 8-10 წლით, 2 შვილი ყავს და მოკლედ დეპრესია და მოკლედ მოხდა ჩვენთან საავადმყოფოში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, აი თავისი დეპრესიის გამოვლინები და ნუ თქვათ გულთან რაღაც, იმიტომ ღალატის გამო. და ჭკუაზე არა ვარ, როგორ ღალატა ქმარმა და ასე შემდეგ და მე შემთან ძალიან ახლო კონტაქტი შემოვიდა, მაქვს უნარი კომუნიკაციის ძალიან მარტივად დამყარების და რო გავიგერო თურმე თვითონ უღალატა, მე მეჩავარდი დეპრესიაში. ეს იყო ჩემი ასე თქვათ ძალიან ის, იმიტომ რომ ისე გავიზარდე, ვიცოდი როგორ შეიძლება კაცო ქალმა და ასე შემდეგ და როგორი ექიმია ქალბატონი ნანა ცინცაძე? მე არ ვიცი როგორი ექიმი ვარ, ვიცი რომ პირველ წიგნი დავწერე მედიცინაში, რომ ასევე და წითელ დიპლომზე მაქვს დამთავრებული სამედიცინო ინსტიტუტი, ჯერ კომკავშირში ვიყავი და მე დედაჩემ მითხრა ასეთი რამ, რო გაკვირდებიო იურისტი იყო დედაც, შენო მესამე კურსზე ვარ, კომკავშირსო, ბაბუაშენის, ბაბუა პროკურორი იყო რესპუბლიკის, ბაბუაშენისო, ცეკა სატელის ფეხსაცმელებს და ლექსების წერას ერთად დაანებე თავიო. წარმოიდგინე. ხო და მე ამ დროს გადავედი უკვე რა თქმა უნდა არც მოკავშირეში დამნებებია თავი, მაგრამ უფრო სამეცნიერო ხაზი და რატომღაც იცი, სულ მაინტერესებდა გერიატრიული პრობლემები, აი დაბერების პრობლემები, რომელიც არ არსებობს პრაქტიკულად, დრო არის ჩვენი მოგონილი კატეგორია, აგერ დროის უძრაობაზე შეგიძლია ძალიან ბევრი ლაპარაკო ადამიანმა, ჩვენ ვართ რაც ამას ვაკეთებთ. და ნუ შემდგომ უკვე იყო ასპირანტურა, იყო და ვიცი დისერტაცია, მე ყოველთვის ვიყავი და ვარ და დავრჩები ალბათ პრაქტიკოს ექიმად, იმიტომ რომ ყველაფერი მიყვარს ის, რაც პრაქტიკასთან არის კავშირში და როგორი ექიმი ვარ და მithut ეს თერაპია მთლიანად უკავშირდება ფსიქოლოგიას და ფსიქოთერაპიას, ეს უნდა გასაზრდონ იმ პაციენტებმა, ვისაც ჩემთან აქვთ ურთიერთობა, რომლებთან ურთიერთობის შემდგომაც ჩვენ უკვე გვიყალიბდება ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობები. როდესაც თქვენ კრებთ ანამნეზს, სანამ დასვამთ დიაგნოზს. ანამნეზი არის ერთ-ერთი მთავარი, აი ექიმ ანამნეზის შეკრების დროს პრაქტიკულად დიაგნოზი უნდა დასვას. ქალბატონო ნანა, რა ლექს გთხოვენ თქვენი შემოქმედებიდან პაციენტები, როდესაც თქვენთან მოდიან? განსაკუთრებით იმ პერიოდს აღნიშნავ, როდესაც დაიწყო საქართველოში აი 99-ში ყველაფერი, მე იყო 92, ეს იყო აფხაზეთის ომი, პრაქტიკულად ყველა ექიმი, ვინც ვიყავით იქ, იყო მონაწილე, ჩვეულებრივი ჯარისკაცი იყო სულ ყველა. ფრონტის ხაზზე იყავით თქვენ? აბსოლუტურად შემიძლია გითხრა, რომ არ გამოსულა მე კლინიკიდან. და ძალიან ბევრმა პაციენტმა მაშინ დაჭერმა დაამახსოვრა თავი, ერთ-ერთი შემილია გავიხსენო, იმიტომ რომ ამას უკავშირდება გაგრძელება ზურა ზამუნაშვილი, რომელიც გახდა ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, მისი მეუღლე აღმოჩნდა ნათესავი, ჩემზე ბევრად პატარა იყო, თვითონ ვიცნო ბავშვმა, ხა მე უკვე ვეღარ ვიცანი. არაჩვეულებრივი ოჯახი ჰქონდა, ამ დაჭერს მე უკან დაბრუნდა, რის მარაძიური, რის ნარკომანი, ეს იყო თუ შეიძლება ითქვას თავიდან ბოლომდე ყველაფრით საოცარი ბიჭი და შემდგომ იმდენად დარჩნენ ეს ადამიანები ჩემში. მახსოვს კიდე ერთი იყო ეს ბიჭი კახა პოღოსოვი, წარმოიდგინე, დედა ყავდა რუსი, ბებია მეგრელი, ბაბუა პოღოსოვი. ხო და ამ ბავშვს 19 წელს იყო, ფეხი მოკვეთეს და გაწერის დრო რომ მოვიდა, მე ჩემს სახში წავიყვანე ეს ბიჭი, ჩვენ თანამშრომლებთან ერთად და სუფრა გავაკეთე, რომ გამემარტივებინა მისთვის იქიდან წასვლის პროცესი, მე წავედი ვან ბაიბურთთან. მაშინ იყო სოვეტი კამრასტანი ეგეთი ის და მისი რედაქტორი იყო ეს ვან ბაიბურთი.
აი თუ ის ოდესმე მას მოისმენს გაახსენდება, იმიტომ რომ პროტეზები იტალიური იყო მხოლოდ სომხეთში და რომ ამ ბიჭისთვის გაიკეთებინათ იტალიური პროტეზი და გაუკეთე ამ ბავშვს. რო წასულიყო იქ შეგროვებულიყო ეს გარკვეული თანხა და იქ გაიკეთებინათ ეს პროტეზი ფეხისთვის და რაც შეეხება შემდგომ ზურა აღარ დაბრუნდა ძალიან დიდხანს დაკარგულად ითვლებოდა და მე დავწერე რომანი რომელსაც დაექვია სადაც ტანკისტი იყო ზურა ერთ ტანკში აფეთქებულ 4 ბიჭს წერ ეს არის ბარათები მისტიკა ახლა თავის დავაცხადი ახლა თუ აფეთქდა რაღა ბარათები იქნება მაგრამ ადამიანის ფანტაზიას და ადამიანის ცნობიერებას შეუძლია ყველაფერი გააცოცხლოს და ყველაფერს მისცეს თავისი სახე ვინაიდან მე ახლა იმიგრანტებს ველაპარაკები აქედან და ვინაიდან მე არ არის ეს თქვათ ის რომ მე მათგან ვარ ამ წუთში განცალკევებული ან განყიდებული არა მე მათთან ერთად ვარ ახლა წარმოიდგინოთ მათ რომ ჩემთან ერთად ხედან ისინი მეკითხებიან ანუ შენ დასმული კითხვები მათი დასმული კითხვებია და ჩემი პასუხები არის მათ და მე უზარმაზარი სიყვარულის გამოვლინება და სწორედ მე მინდა წავუკითხო ლექსი იმ თემაზე რაც ყველაზე მტკივნეულია და ეს ჩვენი სამშობლოა დავდილად სხვისი ნაჭენები რადმინდა იაბო, როცა მარგალეტის პატრონი თავად ვარ და მან ჭირდება წარსულზე გიამბო, მოდი მე ვიქნები სიტყვების თამადა, მოხდა საოცრება, აზრები მერევა, ვხედავ არ გამომდის მალამო დაგედო, ვაი თუ ამ წელსაც ისეთი მეკვლევარ, გზაში დამეკარგოს ოცნების საბედო, რადმინდა წარსული თუ ხვალე მკვდარია, რადმინდა ამდენი უაზრო პირობა, ვიცით რომ ავდარზე ლამაზი დარია, ვაი რომ ჩაბარდა გარდასვლას გმირობა, ვაი საქართველო ისეც პატარაა, თქვენ უღარ აკუწავთ ეყოფა ტკივილი ხომ ხედავთ საბრალო ბედის სამარაა გაუსკდა გული და არის მის ჩივილი აღარ იწერება ხვალის ისტორია მარჯვენა მოკვეთეს მცხეთას არსაკიძეს პირსოს ნათლავენ და სულ სხვა მირონია ვეფხის წყაოსანი ისევ არაკინძეს ისევ გაიყიდა ჩვილი ისტამბულში ქალები თავისით გარბიან თათართან კაცი გამოუტყდა სხვა კაც სიყვარულში ქართლის ისტორია ამგვარად დამთავრდა კმარა საქართველო გეყოფა მონობა ისევ გააჩინე ლეკვები ალგეთის მუხს აღარ იყრიან ბავშვთან და მოხუცთან ნუ თუ დაყრუდი და გოდება არ გესმის როგორ გაუძერი ამდე კატაკლიზმას თუ კი შადიმანი კვლავ ტახტზე და მე ქართლის დედა ვარ ვიცი რა მატირებს და მაინც შენს იქი ციცოცხლე არ მინდა როგორ მოვუარო იანკის ბებიას როცა საკუთარი მიყוდება შიმშილით უტვინო გმართავს და გენიას ებრძვიან მკვდარი შაჰაბასი ხარხარებს გიჟივით წვიმაწა მოვიდა შენი ცრემლებია ადე შეიხვიე ძვირფასო იარა თებზე გაზაფხულის ჭრელი ფერებია ხვარის დღეს დავლოცავ დღევადელს კი არა ბრავო ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნანა თქვენი შემოქმედება არის ერთ-ერთი საუკეთესო შემიძლია თამამად თქვა ქალბატონო ნანა სამომავლო გეგმების შესახებ რომ გვითხრათ და უახლოს მომავალში თუ გიხილავთ ქართველი ემიგრანტები მათთან თქვენი შემოქმედებით ნუ პირველი ის არის რომ ძალიან დიდი ხანია წიგნი არ გამიგეთებია მე და წელს გადავწყვიტე რამდენიმე წიგნის გაკეთება ეს არის ახალი ლექსები არის აი ეს რომანი რომელზეც წერან გითხარით და კიდე უამრავი გეგმა რომელიც უნდა გაკეთდეს ნუ ის ფაქტორი რომ ეხლა ყოველ დღე პრაქტიკულად იქნება რაღაც ახალი სიმღერა, რომელსაც მღერიან ჩვენი მართლა საუკეთესო მომღერლები, ეს ფაქტია. კი იტალიაში მაქვს მიწვევა ორიც კი არის, იცით, სხვადასხვა ადამიანებისგან და სხვადასხვა მხრიდან, ასევე მივდივარ თურქეთში, იქაც არის მიწვევა. ნახოთ, ბევრგან გაქვთ და ქართველი ემიგრანტები ველოდები საბერძნეთს. საბერძნეთიდან მოკლედ ელოდება ქართველი ემიგრანტებისგან შემოთავაზებას ქალბატონი ნანა ცინცაძე ჩამოვა თქვენთან და მოგეფერებათ თავისი ძალიან კარგი პოეზიით თამამად შემიძლია ვთქვა და ბოლოს ქალბატონი ნანა რას გვისურვებთ ჩვენ გადაცემა მონატრების ფერებს რომელიც შევქმენით ქართველი ემიგრანტებისთვის მათ ხმას მსოფლიოს ვაგონებთ და ასევე ამ გადაცემაში ვაცნობთ იმ ადამიანებს უფრო ახლოდან ვინც ასე ძალიან ენატრებათ ჩვენს თანამემამულეებს. სათაურიკო ისეთია თქვენი გადაცემის, რომ მე მინდა რომ ყველაფერი იყოს თქვენთან, რაც კი ფერი არსებობს, ყველაზე ბრძვიალა, ყველაზე ლამაზი, ყველაზე კაშკაშა, ყველაზე კარგი, იმიტომ რომ ეს გადაცემა იმ ადამიანებს ეძღვნებათ, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ
მე მიყვარს თითოეული მათგანი, შეიძლება არ ვიცნობდე რა თქმა უნდა და არ მქონდეს არანაირი კავშირი, მაგრამ მე მაქვს მათთან აი ეს უხილავი ძაფით გაბმული კავშირი, რასაც მონატრება და სიყვარული ქვია. მე თქვენ გადაცემას უსურვებ, რომ ძალიან დიდ ხანს ეარსებოს მას, მაშინაც კი როდესაც ყველა ემიგრანტი უკან დაბრუნდება და ქართველები მარტო იმიზნად იქნებიან წასულები, როგორც წეგან აღნიშნე, დიდი ექიმები და გიადვალი როა წასული და ასე შემდეგ, აი მხოლოდ ამიტომ იქნებიან წასულები საქართველოსთან უფრო მეტ მასშტაბებს მიაღწია, იმიტომ რომ მაინც პატარა ქვეყანა ვართ, არ არის ის გასაღების ბაზარი, რაც უნდა იყოს და შეიძლება რაღაც გარკვეულ ძალიან დიდ რაღაცას ძალიან დიდი მასშტაბებით ჭირდება. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თქვენი გადაცემა მაშინაც იყოს, როცა საქართველოში ყველა მილიონერი იქნება, თქოს კოვეიტი ვართ, ხო და ყველანი დაბრუნდებიან უკან. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგეხადოთ სიყვარულისთვის, მადლობა მინდა გადაგეხადოთ ჩემთან მობრძანებისთვის და ჩემი არჩევისთვის და აუცილებლად ვიტოვებ იმ აზრს და იმ პირობას, რომ ეს სიყვარული არასოდეს საჩაქრება და ყოველთვის ძალიან ლამაზად გაგვინაცებს გზას. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ქალბატონო ნანა და დაგეთანხმებით, რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია და ნამდვილად სიყვარული გადაგვარჩენს. აუცილებლად გადაგვარჩენს სიყვარული. თქვენ უყურებდით გადაცემა მონატრების ფერებს, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ჩაიწერა საქართველოს ულამაზეს დედაქალაქ თბილისში. დღეს ჩვენ გვასპინძლობდა პოეტი და ექიმი ქალბატონი ნანა ცინცაძე. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელ გადაცემის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მთავარ პროდიუსერს ქალბატონ ლიგია მუშკუდიანს, რომელიც დღევანდელი გადაცემის ჩაწერას ესწრება და ყოველთვის ისრჩება კადრს მიღმა და თქვენთვის ტელემაყურებლისთვის საინტერესო რესპონდენტებს არჩევს, რომ გადაცემა იყოს ასეთი საინტერესო და გამორჩეული. შემოგვიერთდით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამოვყევით Instagram-ზე და გამოიწერეთ გადაცემა მონატრების ფერების YouTube-ის არხი, გააქტიურეთ ძალის ღილაკი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. გადაცემა მონატრების ფერების ხილვა შეგიძლიათ My Video-ზე და TikTok პლატფორმაზე. გადაცემა მონატრების ფერების ჩვენი გადამღები ჯგუფის მოგზაურობას ევროპის მიმართულებით უზრუნველყოფს ჩვენივე ტურისტული კომპანია დაგი ტრეველი. მე გემშვიდობებით რამდენიმე დღით, რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონატრების ფერები, ახლა კი გიტოვებთ ქალბატონ ნანა ცინცაძეს ერთ-ერთი გამორჩეული და საუკეთესო ლექსით. დროებით. მე მინდა ეს ლექსი ყველა ადამიანს მიუძღვნა, იმიტომ რომ აქ აბსოლუტურად ჩემი აზრით ყველა თემაა რაზეც შეიძლება ვიფიქროთ. ეს მანძილი, ეს დრო დროში დაკარგული, უკან მომდევს და ვერასდროს დამეწევა. მე მზე მიყვარს, სხვანაირად დაბანგული, ნისლის ჩიბუხს თრიაქით რომ არ ეწევა. კლავი მიყვარს შენი ჩემო საფერებლად, მაგთვალების მზერამათ რომ სალმაცერი, მიყვარს მიწის სხვანაირი დაფერდება. დააკიდო, ვაზის რქაზიანაცერი, სიტყვა მიყვარს, არასდროს რომ არ ითქმება, თან სტრიქონებს შუა რაზდევს ის მაგიჟებს, დაძახება, უსყოლში რომ დაინთქმება და მერე ფეხს სიმართლესაც დააბიჯებს, მიყვარს ის, რაც არაფერში არ ეტევა, ჩემი სულის ცადაჭრი ციტადელი, ურცხვი ხორცის სამჟავროსთვის გამეტება, სარკის მიღმა, გამოხედვა, წინანდელი სიყვარულის დაშლა მიყვარს ნაწილებად, თლიანი ხომ მთელ სამყაროს ანამდვილებს, მიყვარს როცა სისხლისი აწილდება, რომ ეს მოთქმა სიკვდილსაც კი ადვილებს, მე მზაკრული ღამეების შიში მიყვარს, როცა შენში ადრენალინს ვერ აუკებ, როცა თელავ ნარეკალს და ეძებ იმკვარს, სურნელებით სამყაროს რომ შეატოკებს მე, რვეული მიყვარს ფიქრში დახეული, ეს ნაწერით ჩათვალეთ რომ სხვა რითმია, კოცნა მიყვარს, ცხელბაგეზე ახეული და მუდმივი სიყვარულის არითმია.